დღევანდელ ვიდეოში განვიხილავთ პენტოზოფოსფატურ გზას, რომელიც მიმდინარეობს ჩვენს უჯრედებში, უშუალოდ ციტოზოლში და მისი საბოლოო პროდუქტია ნატრიაში და რიბოზა 5 ფოსფატი. პენტოზოფოსფატური გზა შედგება ორი ტიპის რეაქციებისგან, ის არის ჟანგვითი რეაქციები, რომლებიც ესე ვთქვათ შეუქცევადია და ეწოდება სიჩქარის მალიმიტირებელი საფეხური, ვინაიდან სწორედ მასზე ზემოქმედებით შეგვიძლია პენტოზოფოსფატური გზა ვაკონტროლოთ. და მეორე ეს არის აღდგენითი რეაქციების შექცევადი, რომლებიც მსგავს ფუფუნებას არ გვაძლევენ. დავიწყოთ ჟანგვითი რეაქციებით. პირველი ხედავთ, რომ საჭიროა ზოგადად ჟანგვითი რეაქციებისთვის გლუკოზა 6 ფოსფატ დეჰიდროგენაზას ფერმენტი, რომელიც გლუკოზა 6 ფოსფატიდან საბოლოო ჯამში გვაძლევს რიბოზა 5 ფოსფატს. პირველ ეტაპზე წარმოიქმნება გლუკოზა 6 ფოსფოგლუკონატი და ამ ეტაპზე გამოიყოფა ერთი ცალი ნატპეაში. შემდეგ იგივე ფერმენტის მეშვეობით უკვე რიბოზა 5 ფოსფატი წარმოიქმნება ისევ ერთი ნატპეაში და დამატებით ერთი CO2-ც გამოიყოფა. აღდგენითი რეაქციების დროს კი რეაქციას აკატალიზებს ტრანსკეტოლაზა, რომლისთვისაც მნიშვნელოვანი კოფაქტორია B1 ვიტამინი, მიიღება ფრუქტოზა 6 ფოსფატი და ფრუქტოზა 6 ფოსფატს უკვე შეუძლია გლიკოლიზში ჩაერთოს, ან ისევ გლუკოზა 6 ფოსფატად გარდაიქმნას. შესაბამისად ეს შეგვიძლია წარმოიქმნოს ერთი ციკლი, რომელიც იწყება გლუკოზა 6 ფოსფატიდან, შემდეგ თავდება რიბოზა 5 ფოსფატით. რიბოზა 5 ფოსფატს რაც შეეხება, მისი ფუნქციებია უშუალოდ პურინებისა და პირიმიდინების სინთეზში მონაწილეობა, შესაბამისად მნიშვნელოვანია DNM-ის, RNM-ის სინთეზისთვის და ზოგადად უჯრედების გამრავლებისთვის. რაც შეეხება ნატპეას, ნატპეაში ზოგადად ნატპეაში შეգებს აღდგენითი რეაქციების მონაწილეობას, რაც განპირობებულია იმით, რომ მას გააჩნია წყალბადის პროტონი, ამ წყალბადის დონორია, ანუ გასცემს ამ დონორს და ამის მეშვეობით სხვა უჯრედებს, სხვა ნივთიერებებს აღდგენაში ეხმარება. მისი სამი მთავარი ფუნქცია ეს არის, რომ პირველი კოფაქტორია ცხიმოვანი მჟავების სინთეზში და ასევე სტეროიდებში და შესაბამისად ენდოკრინული სისტემისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი კოფაქტორია. მეორე ფაგოციტოზი, რომელსაც ვისაუბრებთ და ასევე ჟანგვითი ზიანისგან დაცვა. აქ საუბარია თავისუფალ რადიკალებზე, როგორც ჩვენს ორგანიზმში წარმოქმნიან თავისუფალი რადიკალები სხვადასხვა მიზეზით, რომლებიც აზიანებენ უჯრედებს და სწორედ ამისგან იცავს ნატპეაში და განსაკუთრებით ერითროციტებს ეხება ეს ყველაფერი. გადავიდეთ უშუალოდ ფაგოციტოზზე, რომელსაც ასევე უწოდებენ ჟანგვით აფეთქებას, არსებობს ჟანგბად დამოკიდებული და ჟანგბად დამოუკიდებელი, ასე ვთქვათ, ფაგოციტოზი. ჩვენთვის საინტერესო ამ შემთხვევაში ეს არის ჟანგბად დამოკიდებული პროცესები, რომელიც სწორედ ნატპეას მოითხოვს. ჟანგბად დამოკიდებული პროცესი სამ ფერმენტზე არის, ასე ვთქვათ, დამოკიდებული. პირველი არის ნატპეას ოქსიდაზა, მეორე სუპეროქსიდ დისმუტაზა და მიელოპეროქსიდაზა. საწყისი ეს არის ნატპეას ოქსიდაზა, რომელიც ორი, ასე ვთქვათ, ჟანგბადს გარდაქმნის ჟანგბადის ანიონად. ეს უკვე აქტიური ნივთიერება არის, ეს ცილიაში თავისუფალ რადიკალად შეგვიძლია განსაზღვროთ, რომელსაც ფაგოციტოზის უნარი აქვს და კვლავ შესაბამის, ასე ვთქვათ, ბაქტერიას თუ რაღაც სამიზნე უჯრედს. მეორე სუპეროქსიდ დისმუტაზა, რომელიც უშუალოდ უკვე პეროქსიდს წარმოქმნის და ბოლოს მიელოპეროქსიდაზა, რომლის მეშვეობითაც ქლორის მჟავა მიიღება. ჟანგბად დამოკიდებული, ასე ვთქვათ, გზისთვის ესეთ ხშირია, ყველაზე გავრცელებული დაავადება, ეს არის ქრონიკული გრანულატოზური დაავადება, რომელიც განპირობებულია სწორედ ნატპეას ოქსიდაზას დეფიციტით და ნატპეას ოქსიდაზას დეფიციტი საბოლოო ჯამში იწვევს იმას, რომ სწორედ პეროქსიდი ვერ წარმოიქმნება და პეროქსიდის ვერ წარმოქმნება ფაგოციტის უნარს ართმევს ჩვენს უჯრედებს. თუმცა არის გამონაკლისი, მაგალითად არსებობს კატალაზა დადებითი და კატალაზა უარყოფითი ბაქტერიები. კატალაზა უარყოფითი ბაქტერიების შემთხვევაში თვითონ ბაქტერიებს აქვთ უნარი, რომ პეროქსიდი წარმოქმნან და შემდეგ უჯრედი ამ პეროქსიდს იყენებს ამ ბაქტერიების დასაშლელად. მაგრამ კატალაზა დადებითი ბაქტერიების შემთხვევაში ისინი პირიქით რასებულ პეროქსიდს, რაც არის სიტყვაზე, ის ცოტა რაოდენობით რის წარმოქმნას შეძლო უჯრედმა, იმის წარმოქმნასაც ეს ვთქვათ, იმ წარმოქმნისაც შლიან საბოლოო ჯამში და რეკურენტული ტიპის ინფექციებს იწვევენ. ქრონიკული გრანულატოზური დაავადება გამოწვეულია უმეტესად 5 ძირითადი ეს ვთქვათ, ორგანიზმით, პირველი სტაფილოკოკუს აურიუსი, ფსევდონომა, ასპერგილუსი, ნოკარდია, სერატია და სწორედ ამ ტიპის ინფექციების შემდეგ შეიძლება განვითარდეს მსგავსი დაავადება. გადავიდეთ უკვე გენეტიკური ტიპის დარღვევაზე, ეს არის გლუკოზა 6 ფოსფატ დეჰიდროგენაზას დეფიციტი და ზოგადად თავიდან ვახსენეთ, რომ ნატპეაში მნიშვნელოვან როლს ასრულებდა ერითროციტების დაცვაში თავისუფალი რადიკალების წარმოქმნის დროს.
და ეს პატარა ციკლი შეგვიძლია შეხედოთ ტრიგერი რაღაც გამოწევა გამოიწვია სწორედ პეროქსიდის წარმოქმნა დიდი რაოდენობით და შემდეგ ეს პეროქსიდი უნდა გავანეიტრალოთ. ამ ყველაფერში მონაწილეობას იღებს გლუტათიონი. გლუტათიონი სწორედ წარმოქმნება ნატრიაშის მეშვეობით და რეაქცია რომლებიც გლუტათიონი პეროქსიდაზის მეშვეობით, ამფერმენტის მეშვეობით გამოყოფს თავის, ეს ვთქვათ, თავში არსებულ პროტონს გამოყოფს, რის მეშვეობითაც, წყალბადის პროტონი წარმოყო და ეს წყალბადის პროტონის მეშვეობით ეს პეროქსიდი გადაიქმნა წყლად. და სწორედ ეს პროცესი არის, სწორედ ამ პროცესის მეშვეობით იცავს გლუტათიონი ერითროციტებს ჰემოლიზისგან. და როდესაც ნატპეაშის დეფიციტია, ნატპეაში თუ დააკვირდებით გლუტათიონ რედუქტაზას მეშვეობით თვითონაც გამოყოფს ორცალ წყალბადს, რათა გლუტათიონი აღადგინოს. გლუტათიონი, დაშლის შემდეგ გლუტათიონ დისულფიდა გარდაიქმნება. შესაბამისად, ამის დეფიციტის დროს გლუტათიონ რედუქტაზა ვეღარ, ესე ვთქვათ, ფუნქციონირებს. რაც იწვევს იმას, რომ გლუტათიონი ვეღარ წარმოქმნება, გვჩება დიდი რაოდენობით გლუტათიონ დისულფიდი, რომელსაც არ გააჩნია ეს წყალბადები, რომ გასცეს და ამიტომ პეროქსიდის ვეღარ იშლება, ვერ განეიტრალდება და უჯრედის ამ შემთხვევაში ერითროციტების ჰემოლიზი მიმდინარეობს. ზოგადად დაავადება რო განვიხილოთ, არსებობს გენეტიკური ტიპის დარღვევა და არსებობს შეძენილი ტიპის დეფიციტიც. შეძენილი უმეტესად გამოწვეულია ინფექციებით, გამოწვეულია წამლებით და გამოწვეულია გარკვეული სახეობის, ლობიოც იწვევს ხოლმე სწორედ ამ გლუკოზა 6-ფოსფატ დეჰიდროგენეზას დეფიციტს. რაც შეეხება გენეტიკური ტიპის დარღვევას, ეს არის იქს-შეჭიდული დაავადება, ხდება მამაკაცებში, უფრო ხშირად ხდება მამაკაცებში და სიმპტომების რეკურენტული ჰემოლიზი. როგორც თქვით, ნატპეაში საერთოდ არ წარმოიქმნება, ამიტომ რამდენჯერაც მოხდება პეროქსიდის წარმოქმნა, იმდენჯერ უჯრედი დაიშლება. მეორე, მუქი ფერის შარდი. ვიცით, რომ ერითროციტები შეიცავს ჰემოგლობინს, ჰემოგლობინის დასლის გამოყოფის შემდეგ ის გარდაიქმნება და მიიღება არაპირდაპირი ბილირუბინი. არაპირდაპირი ბილირუბინი ღვიძლის მეშვეობით შეიძლება გარდაქმნას პირდაპირ ბილირუბინად და საბოლოო ჯამში სწორედ არაპირდაპირი ბილირუბინის და პირდაპირი ბილირუბინის მეშვეობით შარდი იღებს მუქ ფერს. და ბოლოს ჰისტოლოგიური კვლევების მეშვეობით შეიძლება ჩვენ შევჩინოთ ჰაინცის სხეულები და ბაიცელები. ჰაინცის სხეულების დროს ერითროციტისთვის დამახასიათებელია გარკვეული ფერის ჩანართები თვითონ უჯრედში, ხოლო ბაიცელების დროს ერითროციტი თითქოს გაღებული პირის ფორმა აქვს და მოგვაგონებს, რომ რაღაც საკვენად არის მომზადებული. ეს იყო ვიდეო პენტოზოფოსფატური გზის შესახებ და შეხვდებით შემდეგ ვიდეოში. გამოიწერეთ ჩვენი არხი და დალაიქეთ ჩვენი ვიდეოები.